კომპენსაცია მომცა 40 ლარი. 1500 ლარიდან გაგექვითაო და მეტი არ გეკუთნის. და გიკმარეო და მე ხარ 40 ლარით მე ის ამინაზღაურდება. ჰექტარ ნახევარზე მედგა სიმინდის სახლწინ ლობიო ბოსტნეული მედგა რა 25 მიასედზე. და გაგბურთ მახსრა თაგდება 40 ლარია. არც მინდოდა. ბანკში უთხარ რომ არ მჭირდება 40 ლარი მეთქი და ქვითარი მაინც დაგჭირდებაო და ქვითრის გულიზე წამოიღე ის 40 ლარი. საერთოდ რო არ მიეცათ ისაჯობდა საერთოდ რო როგორც აი ბავშვს აი სათამაშო მიუგდო იგრე გააკეთეს რა. მოვიდა მამაჩევი და აიღო 12 ლარი. ეს რეაქცია ქონდა რომ გუშინდალია რა ვიცი რაც თავის დღეში კაცთამალი არ დაუვლევნია მსხვენიაო და ქუჩაში ვერ გამოდის მაგის გულის. დამცინეს მე თანხას კი არ ავდო მე ავდო ჩემ დაცინეს. ჩემი ოჯახის დაცინეს. გამოიქვითა უკვე ის გაცემული კომპენსაციები, მაგალითად თუ ზარალი დადგინდა მაგალითად 1800 ლარი და 1500 ლარი უკვე მიღებული აქვს ადამიანს, გასაცემ თანხად განისაზღვრა 300 ლარი. უკვე გამოიწვია ეს ხარვეზი ერთმა ადამიანმა 12 ლარი აიღო, იმიტომ რომ სულ 28,000 ადამიანში სულ აღმოჩნდა 9 ადამიანი ესეთი, რომელიც იმდენად მიახლოვებული იყო. ჩვენს მიერ განსაზღვრული ზარალი და უკვე აღებული თანხა რომ უბრალოდ გავგენოლებინა ეს 12 ლარი და აღარ იქნებოდა ეს ერთი დღეს ატრიალო სიუჟეტი. შესაბამისად შევწით რომ ეს 12 ლარი არ გადავაკეთეთ ნოლიერად, 100 ცხაშემთხვევა ქონოდა, 10 აღარ გვიქნა.